გადაცემის წარმომადგენელია PSP. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა ბენს, მოგესალმებით ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. დღეს ძვირფასო ტელემაყურებლებო განსხვავებულად უნდა დავიწყო გადაცემა, დღეს ვიწყებ მილოცვით. როგორც იცით, ჩვენი გუნდის წევრი ონისე ხადაძე არალეგიტიმურ ხელისუფლებას ყავს დაპატიმრებული, ხო და 2 დღის წინ ქონდა დაბადების დღე. მინდა აქედან მიულოცო და ვუსურვო პირველ რიგში გათავისუფლება მას და ყველა პოლიტპატიმარს. აი ერთიც ვნახე, ესეთი სიურპრიზიც მოვამზადე. ილოცავთ, აი ახლა ონისე თავის საკნიდან შეუბერავს სულს და ტორტს ჩააქრობს. აბა ხედავთ ხალხო, საკნიდან შეუბერა და ტორტი ჩააქრო. გლდანიდან ნავთლუხში. პრინციპში ჩააქრობდა, აბა რას იზავდა, აქციაზე ბოძი მოუგლეჯია და ისუსრია პოლიციისკენ და ასია ხა ჩვენ წიაღში ციბადებიან ჰალკები. ამჯერად ჩვენი ჰალკი თერჯოლიდან არის წარმოშობით. აი ეს ტორტი მე მოვჩები ამ ყველაფერს და დავჭრათ ერთი ნაჭერიც გაუგზავნოთ იქით. მოკლედ დავიწყოთ გადაცემა. 2 დღის წინ დილის 7 საათზე პროკურატურის დავალებით ჩხრეკაზე შევიდნენ იმ ფონდების დამფუძნებლებთან, რომლებიც სისტემატურად ეხმარებიან პატიმრებსა და მათ ოჯახებს. ნუ ერთ-ერთი ბინა, სადაც გასაჩხრეკად მივიდნენ, იყო ნანუკა ჟორჟოლიანის ბინა. დანუკას ბინაში დილის 7 საათიდან ჩხრეკაზე ფინანსური პოლიცია შევიდა და ნანუკამ ჩართო ლაივი. ფინანსური პოლიციის გარდა იქ იყო პროკურატურა, სუსი, ეზოში პატრული, 2 ადვოკატი, თავად ნანუკა, 1 ჯარი არ მიუყვანიათ ადგილზე. მოკლედ გუშინ წინ დილის 7 საათის მონაცემებით ყველაზე დაცული ადგილი საქართველოში იყო ნანუკას სახლი. ამ ქმედებით თვითონ ნანუკა შეაშინეს. თავრობას მინდა ერთი რამ ვუთხრა, ხა ნანუკას ძალიან კარგად ვიცნობ, ხა მეგობრობთ ჩვენ და ასე შემდეგ. მე შეშინებული ბევრი მინახავს. ნუ შეშინებული პოლიტიკოსი მინახავს, ნუ აქტივისტი, შეშინებული ბიზნესმენები მინახავს, მაგრამ შეშინებული ნანუკა რა ვიცი, მე არასოდეს მინახავს. გინახავს ნანუკა შეშინებული. არასოდეს. და არც არავის ვიცნობ, ვისაც შეშინებული ნანუკა ყავს ნანახი. მაგრამ ნანუკა ბრძოლაში მყავს ნანახი, რაღა ვახტანგ გორგასალი და რაღა ნანუკა ჟორჟოლიანი, რა ვიცი, რაში გჭირდებათ, რა გინდათ ამ ხელაომი. პროკურატურის და ძალოვნების ასეთ ქმედებაზე ხომ უარყოფითი შეფასება უნდა ჰქონდეს ყველა ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ქოცები ამას სულ სხვანაირად აფასებენ. ოჯახებში შევარდნები თქვენ ამ თავრობის გიკვირთ? სააკაშვილის დროს როგორ აწიოკებდნენ ხალხს? ესე ამბობენ. მართალია, რომ დავაკვირდი, ესენი ძალიან სხვანაირად შედიან სახლებში. წყნარად მოდიან პროკურატორიდან, მორცხვად შემოლაგდებიან სახლში და მშვიდად იწყებენ თქვენი ცხოვრების არევას და თავდაყირა დაყენებას. მე უცებ მოულოდნელად აგერ სადღაც კუთხეში შენიშნავ მწერებივით მოგოგმანე სუსის თანამშრომლებს. თან როგორი მორცხვები და უსუსურები არიან, ხმას არ იღებენ, ანას და დადიან და დაბუნჩულებენ თქვენს ოთახებში და მოწიწებით იქექებიან თქვენს პირად ნივთებში.
იქით ეზოს გადახედავდა ივსება ეზოს შავოსანი მუტრუკებით. მოკლედ ულამაზესი სანახაობა, რაღა პროდასავლურად მოაზროვნე მოქალაქის სახლი, ჩხრეკისას და რაღა კახეთის შემოდგომისას. ორივე ულამაზესია, თვითონ მეგობრებო. აი ესე ხატოვნად ესე ჩამოვაყალიბე სუსის და ძალოვნების ეს ქმედებები. საერთოდ მე დავაკვირდი და გაправებებში ძვირფასო ტელემაყურებლებო ბადალი არ აყავთ ქოცებს. აი მაგალითად ნახოთ როგორ ხსნის სუსის მოსმენებს და ქმედებებს არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი სოფლიო დონის პოლიტიკოსი ნინო წილოსანი. მე ესე ვარქმევ ამ ადამიანს. სუსის დანიშნულებაც ისაა, როცა ხალხს ძინავს სწორედ ეს მათი მშვიდი ძილი უზრუნველყოს. ვაიმე ნინიკო, რა კარგად თქვი. რა კარგად. საერთოდ სუსი ასე ხომ არ გავშიფროთ. სუსი ანუ სიზმრების უზრუნველყოფის სამსახური. ან სუსი სანამ შენ გძინავს უფსაფრთხოების სამსახური. მგონი კარგი იქნება ნინიკო ეს ძალიან. აუ ნინოს აზრით სუსი ზრუნავს რომ ღამით მშვიდად გვეძინოს, ხოლო დანარჩენი მთავრობა ზრუნავს რომ დღისითაც მშვიდად გვეძინოს. ვიფასო მეგობრებო და ასე გძინავს უკვე მე-13 წელია. აქვე მინდა გაგახსენოთ ნინო წილოსანის წინა კვირაში ნათქვამი ფრაზა, სადაც ის მთავრობას აправებდა რას აპროტესტებს ეს ხალხიო, რაღაცა უწყინარ 5,000 ლარიან ჯარიმასო. გახსოვთ ხო ეს განცხადება ძვირფასო ტელემაყურებლებო.ახლავე გეტყვით ნინოსთვის 5,000 ლარი რატომ არის უწყინარი? მოვისმინოთ ინფორმაცია. ვაგონ შენკეთებელი ქარხანა ნინო წილოსანის ოჯახმა არქის მიყიდა. ვაგონ შემკეთებელი ქარხანა. წარმოიდგინეთ ხალხო, ჯერ ერთი ვაგონი რამხელა და ვაგონების შემკეთებელი ქარხანა რამხელა იქნება. ანუ წილოსანის მამამ ქარხნის ტერიტორია მიყიდა არქის, რომლის ფართობი 217,000 კვადრატული მეტრია. 217,000 კვადრატული მეტრი. ასე რომ გავიხედოთ შორს რომ გავიხედოთ 217 კვადრატს ვერ დაფარავს ჩვენი თვალი. წარმოიდგინეთ რა ფასად გაიყიდა და ნუ ეხლა 5,000 ლარი ეხლა უწყინარი ამისთვის. აბა რა არის? ამისთვის უწყინარი კი არა, ამისთვის არის უსპექტაკესი 5,000 ლარი. ამისთვის ეხლა რეალურად ბრელოკის რაღაცა ფასია, ბრელოკის ფასიანი რაღაცა ჯარიმა არის 5,000 ლარი. გადავდივარ თემაზე, რომელიც ამ კვირის და ამ თვის ცენტრალური თემა კი არა, მგონი საუკუნის ცენტრალური თემაა. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია, სადაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად მიწვეული იყო საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ნახოთ როგორ გააშუქა იმედმა ეს ყველაფერი. ნახოთ ფოტო. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ნუ ნახეთ ხო ფოტო, ხა ესეთი სურათია, რომ აშკარად ყაველაშვილს ესალმება დონალდ ტრამპი. ხომ ასია ძვირფასო ფოტო ხო არ გვატყუებს. აშკარად ხელს უწყებს ტრამპი, ჩვეულებრივად ჩვენს პრეზიდენტ ყაველაშვილს და ესალმება. თან ისე ესალმება, აი როგორც კარგი მეგობრები. მოდი ახლა ვნახოთ ვიდეო კადრი, რომელიც დამოუკიდებელმა მედიამ გაავრცელა ძვირფასო მეგობრებო. უყურეთ. აი ტრამპი გაიარა. აგე ყაველაშვილი. გაცდა. ვაიმე. კი, მაგრამ ხელისაწევასაც გაქვს რა. ხალხო, ხელისაწევას, აშკარად ხო ხელი პირადად ტრამპს აუწია ხელი. სად გაქვს რა ხელისაწევა? იმედზე აშკარად ხელს უწევს, მე ჩემით ორი თვალით ვნახე. ორი თვალით. და ეს რა კადრი იყო, ვერ მივხვდი. მოდი გავაგრძელოთ ვიდეოს ხილვა. აი გააგრძელა ტრამპა სიარული, გააგრძელათ. გაცდა, ესე იგი, ყაველაშვილს უყურეთ. გაცდა, წავიდა, გაცდა, არც დაუნახავს. გაცდა. აი ახლა აწია ხელი. აი ხელი აწია, მაგრამ აი რო გაცდა მე რაღაც პერიოდის მე რა ვიღაცას აუწია ხელი. ანუ იმედმა ძვირფასო ტელემაყურებლებო ხელაწეული ტრამპი ამოჭრა და გადმოწია ყაველაშვილის წინ და ყაველაშვილის წინ დააყენა და ვითომ იმას აუწია ხელი. და ხალხმაც დაიჯერა ეს ყველაფერი, რომ თითქოს ტრამპი მას ხელს უწევს. ქართული ოცნების ამომრჩევლებს მინდა მივმართო. აი ამ წამს განახეთ ერთი მაგალითი,
როგორ სიცრუეში გაცხოვრებენ და როგორ რამხელა პროპაგანდის ქვეშ ხართ მთელი თქვენ ვინც ხართ საერთოდ. ამიტომ ახლა ფიზიოლოგიური ხსნარი აიღეთ და თვალებში ჩაისხით რომ ის ბინდი რაც გაქვთ გადაკრული ეგ რომ დაგეწმინდოთ და თვალებში რომ ნორმალურად გამოიყენოთ. აი ამ წამს განახეთ. იმედი ერთადერთი ტელევიზია რომელმაც რომის პაპის გასვენება ყაველაშვილის დასაპიარებლად გამოიყენა. დაახლოებით როგორი რაღაცა იცით ადრე რომ გასვენებებში გასათხოვარ გოგოს დაანახებდნენ ხოლმე ბიჭს. აი ეგრე დაანახეს ტრამპს ყაველაშვილი შორიდან. ბიჭმაც ისე არ შეიმჩნია რა ჩაიარა. ასე ამ ფოტოს დამონტაჟების დროს თურმე იმედში აზრები ორად გაიყო. ზოგი დამონტაჟებულ ფოტოს ამ ვერსიას ეთანხმებოდა, ხოლო ზოგს უნდოდა რომ ტრამპი ყაველაშვილთან კიდევ უფრო ახლოს ჩაესვათ, მაგალითად კალთაში. ამით ყაველაშვილის ლეგიტიმურობის საკითხი კი არ შეიცვლებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან თბილი ფოტო გამოვიდოდა ეს კალთაში რო უზის ახლა ძალიან საინტერესოა. მოკლედ მეგობრებო, ტრამპთან შეხვედრა პრობლემას აღარ წარმოადგენს არავისთვის. სად გინდათ შეხვედრა, როგორ გინდათ, რა სიტუაციაში გინდათ, ყველაფერს დაგიგეგმავთ იმედის ფოტოშოპის სპეციალისტი. მაგანიცის კარგად როგორ გინდა რა ვითარებაში, კამათში, ღიმილში, ასე შემდეგ ნებისმიერ ფოტოში ჩაგსვავთ და იქნებით ტრამპთან შეხვედრილი. იმედის ამ ფეიქ ინფორმაციაზე ატყდა ამბავი ტრამპი ყაველაშვილს მიესალმა და ხელის აწევა მართლა მნიშვნელოვანია. მე მახსოვს წინა მთავრობის დროს სააკაშვილმა რომ ბუში ჩამოიყვანა რა ვიცი რა ჩეკი ჩამოიყვანა მაგრამ საქართველოში ხა ბუში სიტყვით გამოვიდა ესეც მახსოვს ხინკალი ჭამა ესეც მახსოვს დალია იცეკვა ესეც მახსოვს ეს ყველაფერი მახსოვს მაგრამ ბუშს მიშასთვის ხელია ეწევს მე ეგეთი არაფერი არ მინახავს ეგეთი იქ არაფერი მომხდარა ნუ არაფერი ისეთი არ ყოფილა ეს გადავდივართ შემდეგ თემაზე მაგრამ ისევ ყაველაშვილის ახლოს ვტრიალეთ მოკლე ანეკდოტი ხომ მოგისმენიათ ხოლმე აი მოკლე ანეკდოტებს რო აკეთებენ ერთ წინადადებიანი ანეკდოტი მაგალითად სვანმა მარაო იყიდა და გაიყინა ხო იცით ესეთი ანეკდოტი მაგალითად სვანს სუნთქვა დაავიწყდა და გაიგუდა და ასე შემდეგ ესეთი მოკლე ანეკდოტები ხოლმე ერთხაზიანი გთავაზობთ კიდევ ეს ასეთ მოკლე ანეკდოტს ნახოთ ეს მოკლე ანეკდოტი მე როგორც უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი ჩემი აზრით ყველაზე დიდი იუმორის გზნობა აქვს ადამიანს, რომელიც არალეგიტიმურ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უწერს აი ამ ოფიციალურ ტექსტებს. აი მაგალითად ეს ხო მოიფიქრა და ხო ჩაწერა იმაში, რომ მე როგორც უმაღლესი მთავარსარდალი. ეს ფრაზა რო დაწერა, ალბათ ნახევარისა თვითონ იცინოდა. რო წარმოიდგინა, რომ ამას ამბობს, მიხვდით, მიხეილ ყაველაშვილი. ჩემს მონოლოგში მძიმე თემების გაჟღერებაც მიწევს. ნუ ასე ხდება ძვირფასო მეგობრებო. მინდა დიდი გულის ტკივილით გამცნოთ და გაცნობოთ რომ ქართული პოლიტიკიდან და თანამდებობიდან უკვე მეორედ უფრო დამაჯერებლად წავიდა ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენი მხრიდან მადლობა მინდა გადაუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს და მადლობის გადახდის მიზნით გავიხსნოთ მის მიერ გაკეთებული ყველა ის საქმე რომელიც მან ამ 13 წლის მანძილზე გააკეთა. გავიხსენეთ, გავაგზავნოთ. ახლა გადავდივართ უშუალოდ მის ბრიფინგზე. როგორც წესი ირაკლი პრემიერ-მინისტრთან ერთად ან პარტიის დამფუძნებელთან ერთად უნდა გამოსულიყო და ასე გამომშვიდობებოდა პარტიის ღირსეულ სახეს, მაგრამ ღარიბაშვილი მარტო გამოვიდა, მარტო დაგვემშვიდობა, თავის მარტო შეიქო, ცრემლიც თვითონ მოიწმინდა, გასამხნევლად მხარზე ხელიც თვითონ მოითათუნა და მე გითხრა რომ რაც დამეკისრა ყველაფერი შევასრულეო და ახლა კერძო სექტორში გადავდივარო, გასვლისას ბორჯომის იაშიქს დაავლო ხელი და ისე გაუჩინა. რაც შეეხება მადლობებს დაითვალეს მართლა და გამოსამშვიდობებელ ტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ჯერ გადაუხადა მადლობა ბიზინა ივანიშვილს. მხოლოდ და მხოლოდ 7 ჯერ გადაიხადა მადლობა. ეს დაახლოებით 70%-იანი კლება წინა წასვლებთან შედარებით. არა, აშკარად რაღაცა უთანხმოება ივანიშვილსა და ღარიბაშვილის შორის, თორემ 7 მადლობაზე ხურდებოდა ადრე ირაკლი მარტო. ღარიბაშვილის წასვლა ყველაზე ორიგინალურად ახსნა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მოდით ნახოთ მისი განცხადება. ვფიქრობ ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა. როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს.
ეთყობა მაგიტო ჰქონდა ღარიბაშვილს ასეთი გაბრუებული სახე, შენელებული მეტყველება, წარმატების მწვერვალზე რო არის, იქ ხომ ჟანგბადის და ბიძინას ნაკლებობაა და მაგიტომაც იყო ესე უხასიათო. პიკზე რო ხარ მაშინ უნდა წახვიდეო. ხომ კარგად გაიგონეთ რა თქვა, აი ხო და შალვა ოცნების რეიტინგი ხომ პიკზეა ახლა. ქვეყნის ეკონომიკა ხო განვითარების პიკზეა, ხო და ახლა უნდა წახვიდეთ. აი ახლა არის მომენტი რომ უნდა წახვიდეთ. აი ახლა ის დრო რომ წახვიდეთ, იმიტომ რომ გაგვიჭირდება და ხალხს საჭვლის ფული აღარ ექნება. მაშინ კი არ უნდა წახვიდეთ, ახლა უნდა წახვიდეთ. სრულ ფუფუნებაში რომ ცხოვრობთ ერი. ხო და წადით ახლა, წადით. წადით დაგვაცადეთ კაცო, ამ სიმდიდრეში ცხოვრება და თქვენს დაისვენეთ და ჩვენს დავისვენებთ კაცო. ნუ წესით ოპოზიცია უნდა ამობდეს ამ ყველაფერს და გიშვებდნენ სახში, მაგრამ ნუ ოპოზიციას ჯერ არ ცალია, ჯერ მემორანდუმებს აწერენ ხელს. ამჯერად შეუდრეკელობის მემორანდუმს აწერენ ხელს, მერე მოდის მენტალური სიმტკიცის მემორანდუმი, მერე მედგრადდგომის მემორანდუმი და მერე უკვე შეიძლება მოიცალონ აი ამ თემისთვის. ნუ ქართული ოცნება რაც რო გადის, სულ უფრო ხშირად ახსენებს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს. ნუ ფაქტიურად უკვე წინა საარჩევნო მზადება აქვს დაწყებული, ნახოთ როგორ აფასებს ოპოზიციურ პარტიებს ოცნების ერთ-ერთი სახე ირაკლი ზარქუხა. ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა. ჩაქსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება უსამშობლოები, უთავმოყვარეობი, უპრინციპოები და ლუზერები და ოკეანეში უნდა გადაგაგდოს. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოება. მე ვფიქრობ, ეგ მსუბუქი სასჯელია ირაკლი. ძალიან მსუბუქი სასჯელი. იცი რა უნდა უკნა მაგ ხალხს ირაკლი? უნდა გაიყვანო უდაბნოში. პაპანაკებმა მზიან გულზე ბოძზე მიაბა და კარგად უნდა გაროზგო. კარგად უნდა გაროზგო ეგ ყველანი. აი შენ რასაც გიპირებდნენ დუბაიში. აი ისე უნდა რო გადაურჩი მაგ ამბავს. აი ისე უნდა გაროზგო ესენი. ეს უსამშობლო არაბები რასაც უპირებდნენ ამას ირაკლის ჩვენს უდაბნოს არწივს. ჩვენი მართლა საამაყო უდაბნოს არწივს. მინდა შემოგთავაზოთ საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ვნახოთ ფოტო თუ შეიძლება. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის 2361 რუსეთიდან. მოკლედ ხოსები ამომრჩევლებს ამრავლებენ, ძვირფასო მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს უფრო მონდომებით გააგრძელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის პირადობების გადაცემას და 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამოვა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოსახლეობას ამცნობს, რომ ვიბორი პრაშლი ვწიხომ ი მირნომ სრეცე. სხვათაშორის აქვე მინდა გამცნოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში უვიზო მიმოსვლა დაუწესდათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავღანეთი, ბანგლადეში, ნიგერია და ასე შემდეგ და ასე რამდენიმე 18 ქვეყანაა. კიდევ კარგი წინა ხელისუფლებამ არ დაუწესა ესეთ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა, თორემ ხომ გადავჯიშდებოდით ქართველები. მონოლოგის ბოლოს მინდა კახი კალაძის ძალიან თვითდარწმუნებული და ოპტიმისტური განცხადება გამცნოთ. ნახოთ მერის განცხადება. 2028 წელსაც ქართული ოცნება გაიმარჯვებს და შემდეგ არჩევნებშიც. აი კახი კალაძე, შენ მე მგონი საერთოდ დაგავიწყდა ჩვენი ოპოზიციის გეგმები. ერთი რამ დაიმახსოვრე, შესაძლოა ქართულმა ოცნებამ 2028 წელს გაიმარჯვოს, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ 2032 წელსაც გაიმარჯვოს, სულაც შესაძლოა, რომ 2036 წელსაც გაიმარჯვოს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, 2040 წელსაც რომ გაიმარჯვოთ, კიდევ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ საქართველოს ბელარუსი არასოდეს გახდება. რატომ? იმიტომ რომ ამ დროისთვის ოპოზიციას უკვე 1000-ობით მემორანდუმზე ექნება ხელი მოწერილი. 1000-ობით მემორანდუმზე და იცით რომ ამდენი მემორანდუმი რო იქნება დაგროვებული, აი მაგ მემორანდუმებს და ოპოზიციურ პლატფორმებს სად გაექცევით? სად გაექცევიან? 2040-ში ამდენი პლატფორმა იქნება, შეგვიძლია ამდენი მემორანდუმი დამთავრებულია, მაშინ აუცილებლად დამთავრდებით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურ დაფარვებს ბენდი თამუნალეგევის ხებრად მადლობა.
ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი განაცემის სტუმარია ცნობილი ქიშვარდას ბიჭი კახეთიდან გიგი გილგაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმომადგენელი კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასევე გაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გაცემის პარტნიორია Voice G ავტომობილსახის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი სიახლის შესახებ. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45. ასევე მალე დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენ ვიქნებით სილკნეცეც, რომლის ნომერი იქნება 345. ანუ 45 ყველგან ურევია. აქვე შეგახსენოთ, რომ ჩვენი განაცემების ნახვა ასევე შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათში ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ სიახლეს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ სამთავრობო მედიის გადაცემა მთავრობის ბოლო მიღწევებთან დაკავშირებით. ნახოთ. მოგესალმებით, ეთერშია რადიკალებისთვის თავზარდანცები და მშვიდობის მოყვარულთათვის იმედის მომცემი საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება. მე გახლავართ ჩვენს მთავრობაზე შეყვარებული ამ მთავარი ანალიტიკური გადაცემის წამყვანი ვანო ჯავახიშვილი. და მე გიამბობთ ჩვენი ხელისუფლების იმ აურაცხელ მიღწევებზე, რომელიც მხოლოდ ამ კვირაში მოხდა. ჩვენი გადაცემა 5 საათიანია, მაგრამ მე ეჭვება ამ 5 საათში ჩავატიოთ ყველა ის კარგი ამბავი, რომელიც ჩვენი ტკბილი ხელისუფლების თავს ხდება. ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ამ მთავრობის მიღწევებზე შეყვარებული ძალიან პოზიტიური ჟურნალისტი თამუნა ლეკვიშვილი. მობრძანი თამუნა. მოგესალმებით ვანო, მივესალმები მაყურებელს. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირაში ჩვენს ხელისუფლებას ძალიან კარგი მიღწევები ჰქონდა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეხვდა ჩვენი მთავრობის ყველა მთავარ პერსონას. ძალიან საინტერესო. უკვე გავრცელდა ფოტოები ამ შეხვედრიდან, რომელთაც მე ახლა თქვენ შემოგთავაზებთ. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს შეხვედრის ფოტოები. რასაკვირველია. სადაც ოფიციალურად ხვდება დონალდ ტრამპი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. პირველი ფოტო ვნახოთ, ეს არის ფოტო შეხვედრა ბატონი დონალდ ტრამპი და კობახიძე. კობახიძის შეხვედრა. ეს უკვე ხსნის ქართული ოცნების ლეგიტიმაციის პრობლემას. ნუ კითხვის ნიშნები ვანო აღარ არსებობს უკვე. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ეს არის ბატონი ტრამპის და მამუკა მდინარაძის შეხვედრა. ძალიან გამიხარდა სხვათაშორის, რომ ტრამპა თვითონ გამოთქვა სურვილი ნამდვილად ასე იყო. შემდეგი ფოტო არის ტრამპი და ვასილ ჩიგოგიძე. ვასიკოსთან შეხვედრაც ერთობს სასიამოვნოა, იმიტომ რომ საქართველოში არიცია თვითონ ვასიკო ბევრმა, მაგრამ ტრამპმა ამ შემთხვევაში ტრამპამ მოითხოვა ჩიგოგიძესთანაც. შემდეგი ფოტო ვნახოთ, ეს არის ნინო წილოსანის და ტრამპის შეხვედრა. ნახოთ. ნინო წილოსანის და ტრამპის და შემდეგი ფოტო, სანამ ფოტოს ვნახავთ, ანუ ტრამპის თხოვნით შეხვედრაზე ძლივს დაითანხმეს სოფობედიას ქმარი მიშა მესხი. აი ეს ფოტოც ვნახოთ. მიშა მესხის დაითანხმეს. ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ბრიფინგი ჩაანიშნა, სადაც მან ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა ქართულ ოცნებას. ვნახოთ მოდით ეს ბრიფინგიც. ბრიფინგის მონაკვეთი დიახ. დღევანდელი ჩემი გამოსვლა მინდა მივუძღვნა სრულიად საქართველოს. ეს არის ქვეყანა, რომლის მთავრობითაც უნდა ამაყობდეს მთელი მსოფლიო. ეს არის ქვეყანა, სადაც კაცი კაცია და ქალი ქალია. სწორედ ამ პატარა მაგრამ მუშა სახელმწიფოსგან ავიღებთ მაგალითს და ზუსტად ისეთ რეფორმებს გავატარებთ, როგორიც ქართული ოცნების დროს გატარდა. ამ ქვეყნის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის მაგალითი ყველასთვის. ჩვენ დღემდე ხელმძღვანელობთ მისი სიბრძნეებით. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ძალიან საინტერესო და კარგი. ახლა ჩვენ პირადად
ბიძინა ივანიშვილის დალოცვაზე წამოდგა ხალხი ფეხზე. მას უკრავდა ხალხი ტაშს და დიდი ხანი გრძელდებოდა სხვათა შორის ეს აპლოდისმენტები. მე როგორც მითხრეს, დაახლოებით 56 წუთი უკრავდა ხალხი ტაშს. კი, ნამდვილად ასე იყო. კარგი, შემდეგ თემაზეც გადავიდეთ. შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა იტალიის პრემიერმა მელონმა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეხვეწებოდა მაკა ბოჭორიშვილს, ესწავლებინა მისთვის, თუ როგორ მოახერხა ბოცვანის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება. რადგან იტალიას ახლა ეს ძალიან სჭირდება. ცერემონიის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი შემოbrunდა და სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებითაც საკმაოდ დიდხანს იქნებდა ხელს. ეს რისი მანიშნებელია? რათა ის ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც მისალმებოდა სოლოლაკში. იმიტომ რომ ვატიკანისგან ჩვენ სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ვიმყოფებით ჩვენი ქვეყანა და სწორედ ამიტომ იქნებდა ხელს ამ მიმართულებით ტრამპი. სხვათა შორის თამარ რადიკალებმა და უსამშობლოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი თითქოს მიხეილ ყაველაშვილს კი არა, სხვას ესალმება. ნუ ამაზე მინდა თქვენი კომენტარი. ძალიან საინტერესოა ვანო. ამ სხვებში ვინ იგულისხმება? იქ ხომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ინტელიგენცია იმყოფებოდა. მოდი ვნახოთ ეს სურათიც. აშკარად ჩანს ფოტოზე, რომ ყველა ადამიანი, ვინც ყაველაშვილის გვერდიზის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ყველა მთავარი წარმომადგენელი ჩვენი ხელისუფლების. ცოტა უკან. წილოსანიც ბოდიშარია, ხედავთ, ხო, აი ალუდა წინ არის. მოდი ახლა მე მინდა ჩვენს მაყურებელს მორიგი საინტერესო ინფორმაცია გავუზიარო. გავრცელდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლო გამოსვლა. დიახ. რომელიც ძალიან ბევრ რამეს ნანობს. მოდი ვნახოთ. კონკრეტულად რას ნანობს? ნახოთ. მინდა გამოვეხმაურო საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. მე ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ქართული ოცნება ჩვენთან მიმართებაში ცამდე მართალია და მინდა მათ ყველაფრისთვის ბოდიში მოვუხადო. ბოდიში ყველა სანქციისთვის, რაც დაგიწესეთ. ბოდიში ყველა რეზოლუციისთვის, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მივიღეთ. უახლოეს მომავალში თუ ჩვენ არ შევცვლით მიდგომებს ამ პატიოსანი მთავრობის მისამართით, მე პოლიტიკიდან წავალ. ეს უკვე შოქიან ვიდრე არასდროს. ანუ ამით უკვე ნათლად ჩანს, რომ ევროკავშირი ნანობს იმას, რაც ამ ბოლო პერიოდში და როგორც იქცეოდნენ. დიახ. ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა, ნუ ამით ევროპარლამენტარებსაც მოუწოდა, რომ გონს მოვიდნენ. და მათაც აღიარონ რაღაც შეცდომები. და ბოლოს მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნო ყველაზე უტყუარი ფაქტი იმის დასადასტურებლად, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქართული ოცნების გულმხორვალე მხარდამჭერია. კი, მე აბა ნახოთ. არ გეჩვენებათ. ტრამპი ქართული ოცნების საარჩევნო ჰიმნზე ცეკვავს. დიახ, ხომ ჩაგივარდა თქოზე ნაცარში უსამშობლო რადიკალები. დიდი მადლობა თამარ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენ ხელთ არსებული ბოლო პოზიტიური ინფორმაცია. ჩვენ დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის. ვაგრძელებთ გადაცემას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G. Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება.
მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სიახლის შესახებ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი, მისი მოძებნა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45, ასევე მალე ვიქნებით ცილკნეზე, რომლის ნომერი იქნება 345. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსამშვიდობებელი სიმღერა სახელწოდებით Unbreak My Heart. აქვე შეგახსენოთ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. Pirpaso მეგობრებო, მივესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგი გილიგაშვილი. მოგესალმებით ბატონ გიგი. მოგესალმებით. როგორ ასაქმნები? არა, უშავ რა, ცოტა მემენატრე ხო იცი რა. გაიხარე, ესე იგი, სანამ გადაღებას დავიწყებდით, ეხლა მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დაახლოებით 6-მა კაცმა დაგირეკა და ზოგმა გითხრა, ეხლა აი ამ რიცხვში ხვარ სავკლავ და უნდა მოხვიდე. მეორემ გითხრა, ხარი უნდა დავკლავ და უნდა მოხვიდე. ერთმა თქვა, ნუ ქათამზე თქვა, რომ რაღაცა ვკლავთ, მაგრამ რაღაც უფრა გაქვს. ქათმიანებს აღარც ავპასუხობ ხომ ეხლა. ქათმიდა რომ აღარ ავპასუხობ, ეხლა შემთხვევით თავიდე იქ ტელეფონი დორ მარტო თქვარსა და დროხას გავპასუხობ. ანუ ესე იგი, ეს აი ამ მოკლე მონაკვეთში დამდენმა ადამიანმა დაგირეკა. კი ბატონო, ძალიან შავდღეში ვარ რა, ძალიან შავდღეში ვარ. ეხლა სულ რამდენი წუთი იყო? 15-20 წუთი. 6 მარტო კოჭლი ირეკავს დღეში და ნორმალური რამდენი კიდე. ხო, მოვლენ აი, სულ ყველას ხო უარს ვერ ეტყვი კაცო და მე ხო მოვლენ, კარგა გამამათრობენ. ხო. წასვლისა ყველა ჭვაზე მარიგებს, თავ გაუფრთხილდი, აღარ დაილი. არ უფრთხილდებოდი ჩემთვინ არ ვეგდე რა გინდოდა. რატომ მეძახი? რატომ მეძახი უფრთხილდები? აღარ ჩამიძლიან რა. ესე იგი, აი ეხლა მუდმივი კამათის ამბავია, აი ეხლა სუფრებთან დაკავშირებით, ხო, რომელი ხარის საჭმელი ჯობია, ანუ საზარელო ჯობია, კახურია თუ სიტყვაზე იმერულ მეგრული და ასე შემდეგ. აი ამ კამათში ხო სულ ხარ ხოლმე რა, კი, ხშირად მეკითხებიან სხვათა შორის, რომ იცია რომ ჭამაც მიყვარს და კეთებაც. ხო. ხო და აი რომელი სამზარეულო ჩემთვის მაგალითად ჩემთვის არა რა, აღიარებული ფაქტია რომ ქართველებს გვაქვს იმერული და მეგრული სამზარეულო. ხო. რასაც სამზარეულო იქვია რა და საჭმელი გვაქვს კახელებს. საჭმელი რასაც აქვია. რასაც სამზარეულო იქვია, იმერული და მეგრული და საჭმელი რასაც აქვია, არის კახური. და კარგი დათქვამია. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ეხლა აი ბარაქიანად რო ჭამო. ხო. ტურიზმი როგორ არის? ტურიზმი იქით კი. ხო, ეხლა ტურიზმი მაგრა ის არის რა, აღორძინების ფაზაშია. საითაც გაიხედა, სულ ყველგან გენაცვალე ტურისტული მარანი, ღვინის გზა, იმი გზა, ამი გზა, სულ ყველაფერი აი. ძალიან მაგრად არის და ეხლა აი რო არ მოგიყვე არ შემიძლიან რა, ერთმა ჩვენმა ახლობელმა ბიჭმა გააკეთა ტურისტული მარანი. ხო, ეხლა ამ სეზონითვინ ხო, ტრენდულია. კი, კაცო, რომ რაღაცეები ჩაასხამ, უნდა გაასინჯო რაღაცეები, ისტორიები მოუყვე, რაღაცეები, ხო, ქვევრი გახსნა. და ეხლა ხო გააკეთა, ბიჭო, რაღაცეები ეხლა დეკორაციები დაკიდა იქ, სადღაც ნამგალი ჩამოკიდა იქ, პატარა ჭური დადგა, ქვევრი რაღაცეები და მეტი ეფექტის თვინ წავიდა და მშრალხიძე იყიდა ვიღაცა ჩიხტიკოპიანი ქალისა და ჩოხიანი კაცის სურათი. ხო. გამააკრა მარანში, გამააცხა და ესენი პაპაჩემი, ბაბოჩემი არიან. დიდი პაპა ბაბო. და ის ტურისტები მოდიან, ეს ისტორიებს უყვება რაღაცეებ აქეთ იქით და მამამისი შაღონდა კაცო. შვილო გავიგეო რომ აი ვიღაცა ხალხ მალოცინებ ყველა მოსვლაზე ესეც გაადა. და ეს ტურისტები რომ აბა თქვენი პაპაბების ხსოვნა იყო, ესეც ცრემლი გაიდის, აბა ხსოვნა იყო, რაღაც ვაივიში გაიდის სამკაც და ამოვიდა ყელში. ჯო გავიგეო რომ აი ხალხ მალოცინებ ვიღაცეებ, ვაფშე არ ვიცი. შეგაი ადამიანო შენაო კაცო, ეს ხალი თურმე ძალიან მახინჯია, იქაც არა უშავრა რა. და მაინც აკიდლობდიო და ლამაზი მაინც წემეგეღო იმ შრალი ხიდიდან ლამაზ ხალი არ იყო იქა რომ წემეგეღო. გამოგვეკრა. გემეგვეკრაო კაცო. როგორ არ იყო მამი, მაგრამ ლამაზები 20 ლარი ხინდა ეს 5 მამცე იყო. წაფა იყო მახინჯი.
15 ლარი დაზოგა და იქ უბიდია ბაბოს ეძახი. ბაბოს ეძახის. აბა რა გინდა რომ გააკეთო მოკლედ. კარგი, სადღეგრძელოები არის კიდე კახეთში ძალიან ეს კონცეპტუალური. კი ბატონო, მე ახლა გადავწყვიტე რომ მთელი ცხოვრება მინდოდა რაღაცა დამეწერა წიგნი რა, რაღაცა გამომეცა რომ რაღაცა წერალი მრქმეოდა და არაფერი არ გამამივიდა ვერანაირ იმაში ვერ მოვერგე ჟანრს. ეხლა ვაგროვებ ამ უცნაურ სადღეგრძელოებს რა და ეგ უნდა გამოვცე, იმედია გამოვცე. ერთი მაგალითად სუახალი ცინცხალები რა. ახურია კახელებში. კახეთში მოსმენილი, კაცო ზოგი პირადად ჩემი მოსმენილია, ზოგი სხვები მიყვებიან ხოლმე. აი ძალიან უცნაურ რაღაცას რო იტყვიან რა. ძალიან დიდ უაზრობას და ამ დროს რო დარბაზში რო ტაშია და ქუხსუ და ინგრევა ქელეხია თუ ქორწილი. მაგალითად ქელეხში ნათქვამი ერთი დიდებული სადღეგრძელო. ირემი მიდისო ბიჭო, ირემი მიდისო, ამ დროს ხალხი გასული 1-300 კაცი უსმეს. ხო, ეს ჭირისუფალი ამაყათ არის რომ რა მაგარი კაცი დანიშნა თამადად, ეს თამადა მოწოდების სიმაღლეზე და ირემი მიდისო და მიადგა გაყინულ მდინარესო. ეხლა ირემი ფიქრობს რომ გადავხტე, ვაი თუ ვერ გადაუწიო ბოლომდე, არ გადავხტე, წასასვლელი ვარ ეგეთ ფიქრებშია ირემი რა და დაიწია უკან რომ გაიქცა შეჰკრა ირემმა კამარაო და ვერ გადაასწრო, ბოლომდე ვერ გადაუწიაო და ჩაჰკრაო ამ ყინულს ჩლიქიო და ჩაემტრა ყინული, ჩავარდა ირემი. იხჩობა ირემი. ახედაო ღმერთსაო და ღმერთო, გადამარჩინეო, შევევედრაო. იქიდან ღმერთმა გადმოეხედაო და შენ კი აღარაფერი გეშველებაო, მაგრამ იმ ბიჭებმა რა დააშავა 41-ში ქერჩი რო ჩაიხოცნენ. დიდება გმირებში მოგსულო. რა დააშავა ირემი. ვერ გაიგე. რატო მიფმულია მამ? ხო რა, ისტორია რა შუაში. მაგაზე უარესი კიდე. ფეხმძიმე ქალიო ეზოში გამოვიდაო და კაკრისა ფესვი ყოფილიყო ამოწეულიო და წამოეკრა ფეხიო ამ ქალმა. წაიქცა ქალიო და ამ დროს პაუზა უნდა რომ ხალხს აინტერესებს რა მოხდა რა. ფეხმძიმე ქალი. ბუცელი კი მე შალაო, მაგრამ ფესვები ითხოვნენო. წინაპრების სადღეგრძელო ჩვენ წინაპრებს გაუპატეს. ის ქალმა რა გადააშავა, ანირემმა რა დააშავა, ანიმ ქალმა რა დააშავა. რა სასტიკია. კარგად დავიწყეთ და კი ბატონო. ახლა შენი დავთარით იქნები ჩამოსული. ორნი იყვნენ ჩვენებურები 90-იანი წლებია და შევიდნენ სადღაც სასადილოში და მიმტანი გოგო მეეწონათ, გაიგე შენა ამ ორს. თრალები არიან და ეხლა რატომღაც გადაწყვიტეს რომ ამ გოგოზე რაღაც შთაბეჭდილება უნდა მაახდინონ, გაიგე შენა და არიციან როგორ. და ყურადღების მიქცევაც უნდათ რაღაცა ისა ესა და ხმამაღლა ლაპარაკობენ ამ გოგოს გასაგონად, ტყუილად, კაცო. ეხლა მოდი ეს სასადილოს დავაყაჩაღოთო და დღე გვეყოფაო რა, სამი უკვე საკმარისიაო. ეხლა რამდენი გავიყაჩაღოთ დღესაო. და უნდათ რომ ეხლა ესენი არ ვიცი ალბათ ელოდებიან რომ ეს გოგო ჩაუვარდება მუხლებში და გვაპატიეთ, არ და გვაყაჩაღოთ და აბა თქვენი ჭირიმე და რაც გინდათ ისა. ამ გოგომ ჩუმად გადარეკა სადღაც და შემოწვიდნენ ორნი. ერთმანეთზე დიდები რა, ორი კაცი როა თითო რა, ორ კაციანები ჩამოიდნენ. ხო და ერთმა ერთი დაითრია მეორე და ერთი ცოტა ჰუმანურია და უთხეში იყავ მიტუ ამწყდეული რა. ერთ-ერთი ამწყდეული ყავლა მყდარსა და ცოცხალსა ლანძღავთ ის უკრავ შენი პატრონი და შენი ეგრე შენი იგრე და ეს მეორე ცოტა ის რო არის უტყვი კაცი რომელიც არის ეს კიდე მისდგა და ცემს როგორ ჯორი ამ საცურა ახანაკეთ კი ხო მეორეს გულმოდგინეთ აიცემს აი ჯიგარო დააყრის ზედა და იმა ხო თვალი მოიკლა თავი ძმა კაცს სატუზულია კუთხეში და მარტო ლანძღავენ ამას შეშურდა თავი ძმა კაცს საკუთრებში თვითონ ძალიან შავ დღეშია და რაღაცა მომენტი რო იხელთა ცოტა რაღაცა აი სული მაითქვა რაღაცა და იმან რო უნდა დაერტყე და აი რეცი მაიტა ცოტა ხანამ ლანძღე შეკარგო ცოტახანი მაგინე დამასვენეთ. მაიტა ამას უკვე ადამიანი არ ახარ. კარგი. კახური ოჯახურები. ხო, ოჯახური ეხლა ოჯახური უმორი ხო ძალიან მაგარია კახური. ხო. მოკლედ ერთი კოლორიტი კაცია, მაგარი მოკეიფე კაცია რა. რო აეგრე მოკლედ ჩემსავით ენდროი ქვაბივით რო დაატარებენ ახმას უსაკეიფოთ რო არის რა. სახლში მიველო და საბანი რო ავწიო კაცო
ჩემცოლ თოფი უდევ გვერდზეო. ორლულიან სანადირო თოფი. რა იყო ქალო ამას უთქვია. რა იყო ქალო რა მოგიტაცებენ, რა დგინდა თოფიო, რამ შეგაშინა. ქალი გადმობრუნდა და მე ხი შენს დეგეცეო, მამიტაცებენ არა ისა კიდეო. მე შენ ნერვები არა მაქვს და ეგე თოფი და გინდა ერთულად შაკავ გინდა მეორეში. შეძლებს დაუტოვა. ჩაუნაცლა. გამანატე ხა თურმე გაბრაზდა ჩხუბი წივილი უნდა გაგაგდო მოგაშორო თავიდან და შენი ესე შენი ესე და თურმე მეზობლი ბალღი ეძახის ფანჯრიდან. ძიავო მაიტა თუ უნდა გააგდო მე წავიყვან უბანში მაინც იტრი არის. ეგ ბალღი შეეწო მე წავიყვან უბანში იტრი. ლეკვი კუთურაი. ანეკდოტი შეიძლება კიდე ხო არ გა? კი, მიხოს უნდა რომ დენიროს აიგავდეი. ძალიან უნდა რა, აი. ოცნება თაკ ბალღობიდან რა, ხო იცი აიცი როგორ ოცნება თაკ ის. კახეთში რომ ერთხელ ამერიკაში რომ გაუშვეს და ხო. ეს პატარა მიხოროა ბალღი რა და ის მომენტი რომ მანქანაში რომ ბეთის რომ აუპატიურებს და რომ გადაწვა მაგარია ლაფშა ჩემი კარგი. აი იქიდან აქ ოცნებათ რომ დენირო იყოი რა. ხო და ხანსაჩა ხან თურქეთი გერმანია ისრაელი რაღაცა და ვერცად ვერა რა პლასტიკური ოპერაცია უნდა ვერა შველია მე უთხრეს რომ ისევ ამერიკაში თუ გიშველიანო რამესო ჩადიო ამერიკაშიო ჩავიდა იქ უთხრეს კი ბატონო გიშველითო ოღონდო 3 წელი უნდა იწვეო და 3 მილიონი დოლარი უნდაო რა პირველ წელს სიმაღლე უნდა დავსვათ ზუსტათო მეორე წელს წონაო და მესამე წელ უკვე ნაკვთებიო ჩამოვიდა გაყიდა ყველაფერი ყველას ესესხა იმათხოვრა მოკლედ მაგროვა ეს 3 მილიონი დოლარი ჩავიდა 3 წელია წევს გავიდა ეს 3 წელი ბიჭო ადგა ჩაიხედა სარკეში დენი როა რა დენი როა ერთი კაც მოუცნება აიხდინა დენი როა აი ერთი და ჩაიცვა შარვალ კოსტუმი და გამოვიდა საავადმყოფოდან და როგორც გამოვიდა ქუჩაში და დაარტყა მანქანა მოკლა კაცი გიშსაი აღარ შეუძლიან რა ბურდღულით ეს ანგელოზები მიატარებენ იქით და ეს კიდე ბურდღულით მიდევს კაცო საიქიოში მიყავთ ესა და ეს კიდე მთელი გზა ჩხუბობს რომ ერა მიყავით და ეს რა მიქენით და 3 მილიონი მქონდა ვალი აღებული 3 წელი ვიწეკრო მთელი ცხოვრება მინდოდა რომ დენიროს ავგვანებოდი და რა მიქენით და როგორც გამოველა მაშინვე მამკალით და რაღაცა და ჯერთ მანგელოზმა გააჩერდა ჯო მაიცე კაცო დენი რო არა ხარ შენ ისინა მე აბუ დურგაჭრე სულ დენი სამწელი ანუ ისულა წაეყვანა და იმდენად გავდა ეს წაიყვანეს კაი ეს გააქანე პურიწყლი ქვამი ესე იგი წავიწიოთ წინა წავიწიოთ ეხლა ჩვენ ხო იცი ქართველები ზოგადად სპორტში მაგრები ვართ მით უმეტეს ჩხუბსა და ჭიდაობა რაც შეეხება რა აბა ჭიდაობაში ხო და ეს ჩემი საყვარელი ისტორია ნამდვილი ისტორია იმ დარბაზს არ დავასახელე ბოქსის დარბაზი იყო ბოქს ასწავლიან ბალღებ რა ხო და მამამის მიუყვანია შვილი და წვრთნელებისთვის უთქვამს რომ ბიჭებო ფულზე პრობლემა არ არისო აი ეს ბალღი უნდა გაიზარდო ჩემპიონიო თავი ბიჭი კაცო თქვენ მაითხოვეთ რაც გინდათ როგორც გინდათ ოღონდ და ეს უნდა იყოს ჩემპიონიო რა აი ყოველი მიზეზის გარეშე ჩვენს ეხლა დააყარე ჯაფა ამბალს წვალობენ რაღაცებს სხვას რო 1 საათი ავარჯიშებენ ამაი 4 ავარჯიშებენ ეს ბალღიც მონდომებულია მაგრამ თავზე ვიძალა არ არის რა რაც არის ეგ არის რა ხო ადგნენ და ერთ თვენახევარში რაღაცა ტურნირი იყო და იმ ტურნირზე გაიყვანეს ეგრევე რომ ნახონ რა ხდება ებალღი ეკვეთა იმან რომ ბოქს როგორც დაიძახა საჯმა და იმან დაჰკრა და ეს გადავარდა ბატონყმობასავით დებატრამი ხო გდია რა გაახილა თვალები და მწვრთნელი აქედან ეძახის რომ ესეთი წესია ზოგადად რა რომ 10-მდე ხო უნდა დაუთვალოს და ბოლო წამებზე უნდა ადგე ბოლო თვლებზე რომ ცოტა სული მოითქვა რა შეგიძლია პირველი 1-2-ზე წამოხდე მაგრამ ჯობია რომ ცოტა აზრზე მოხვიდე რა და 8-მდე არ ადგე მწვრთნელი ეძახის 8-მდე არ ადგე და ამან ეხლა რომელი საათია აბა გონია რა საათია ეხლა რომელი საათია კაია
ეგეთი ყოჩაღებიც აყვაო რა. კაი, კიდე საერთოდ ოჯახური თემატიკა კიდე. ეს ეხლა რომელი ისტორიასაც მოგიყვები ექსკლუზივია შენთვინ. ხო. დიდი ხანია ვინახა მარსა და რაუყვები რა. არც ერთ შოუში არ მომიყოლია. ერთი კარგი ყოჩაღი ბიჭია, კახელი ბიჭია, ქალაქში მუშაობს დისტრიბუტორია რა. ხო. ხო და ბალღი დაირჩა ბაღში. გამოსაყვანი იყავ ბალღი და დავიწყდა ეხლა ერთ მაღაზიაში, მეორე მაღაზიაში რაღაცა იმას პროდუქტს არიგებს და დავიწყდა და ურეკავენ რომ ბალღი წაიყვაო. გაიქცა გულგახეთქილი, მივიდა ბიჭო და სიტუაცია ხვდება ამგვარი რომ მარტო ამის შვილი და ძიძაღა არიან ბაღში დარჩენილი. კაც შვილი აღარ არის რა. ეს ძიძა კიბეებზე ზის, რაღაცებს ტელეფონში რაღაცებს უყურებს, ვიდეოებს რაღაცებს ათვალიერებს და ებალღი კიდე სილაში ზის. აი მხელა პლასმასის კამაზი იყავ. ხო. და იგრია ებალღი შაღონებული უკვე რომ კაპჭით ამ შააკრის იქავე ააყირებს. გაგორებაც ეზარება რა ამ კამაზსა უკრან. 5 წლისა. ნეირ შააკრის ააყირებს. ნაღდი ამბავი. ნამდვილი ამბავია კაცო. და რო დაინახა რომ იქიდან მამამისი მოდის თურმე წამოხდა ებალღი და ეს კამაზი აიღო და დაახეთქა რა დაბლა. მამი სანახარაკამდე შეყალშენა მამამისი. ვიდეო ეხლა ის და უხერხულობაში ჩავარდა რა თქოს არ იცის ეს მამამისი დაიბნა და ეხლა მამამის უნდა რომ ძიძა საჩვენოს რომ არის კარგი მამა რა რომ ბავშვს სახში ესეთებს არასწავლიან და თან უნდა შვილი დატუქსოს ძიძას რა კარგი უნდა გამოჩნდეს თან დავნაშავეა და აქედან მამამისი სანამ იქიდანვე მამამისი ეგ უნდა უთხრა მამასა შემართლა ეს დასაული. ძიძა საჩვენო ესე უნდა ფილის გადავა. გაკრიტიკა ბავშვი გაკრიტიკა. ეგ უნდა უთხრა მამას. დატუქსა მაშ ეგეთი ისტორიებიც ერთი საინტერესო მოსაზრება წავიკითხე შენი პოსტი რა ქალურ ბედნიერებაზე. არ ვიცი რაში მჭირდებოდა რომ გამეგო ქალური ბედნიერება რა იყო მაგრამ ხშირად წერ ხოლმე ეგეთ რაღაცა ესეთ ქალური ბედნიერება რა არის და ასე შემდეგ. ხო აი ხშირად რაღაცა სულ მაინტერესებს რა არის ქალური ბედნიერება. და მე ხო მარტო ვცხოვრობ რა და იმ დღეს ჩემ დაუნებურად უცბად ამ მარადიულ კითხვას დაუსვი წერტილი და მივხვდი რა არის ქალური ბედნიერება. ეხლა გეტყვი რა არის ქალური ბედნიერება. სარეცხი მანქანიდან რომ გამაიღებს სარეცხს. ხო. და ყველა ნასკი რო ადგილზეა და ერთმანეთ რო ემთხვევა. აი გარი ქალური ბედნიერება. აი გარი ქალური ბედნიერება. მითი მაგის იქ ბედნიერება აღარ არსებობს რა. დამჯი. ქმრის ყველა ნასკი რო ერთმანეთს ემთხვევა, ერთი ყოველთვის დაკარგულია. ერთი ხო ყოველთვის იკარგება ეს მითიური ნასკია და დაჟე მგონია რომ აი როგორც ელდორადოა რაღაცა მითიური ქალაქები რო არის და რაღაც ჩაძირული ქალაქები სადღაც არის ნასკების სამყარო რაღაცა დაკარგული ნასკები რომ მიდიან ბერმუდის სამკუთხედივით რაღაცა იქაა ყველა ნასკი ერთად იკარგება. კარგი, ეხლა თემატიკა მე შენი საყვარელი თემატიკა მეორე სოფლიო ომი. ხო, მაგის გარეშე ხო არ გამოვა. ერთი კარგი ისტორია მაქვს სანამ იმას მოგიყვები. ქერჩი და კავკასიონთან ვირებიც წაიყვანეს რა. ვირები რა თუნდათ? ის თვითის გადასაზიდად მთაში ვირი უკეთესად არის ვიდრე ცხენი იქ ვიწრო ბილიკებზე და ჩემი სოფლელი ვირიანად წაიყვანეს. ხო და მოდის ვირი მედლები კიდია უკანვეს მოეთებს გაღლეტილი თითივით აი ეგ. მამას ვთქნე და მოვკვდარიყავ იქ აგდებული ყავ შესაძლებელი ვირი მედლებით მოვიდა და ამე ერთი არაფერი არ მადლობის იგენიც არ აქვს. ვირი მედლებით მოვიდა. ისეთი იმდენი რამე ჩაიდინა ვირმა რაღაცა რა ვიცი რამის ჰიტლერი მოკლა და ეს მოვიდა ერთი არაფერი არ ებადა. მოგლეთ ეს ამბავი მამიყვნენ გორელმა ბიჭებმა რა. ხო. ბალღობაშიო აბა რა გქონდაო კაცო გასართობიო და სინამდვილეში ეგრე იყო ჩემ ბალღობაშიც რომ ჩვენი გასართობი იყო რომ უნდა დამცხდარიყავით მოხუც პაპებთან და ისინი გვიყვებოდნენ ომის ამბებსა რა. ხო. აი ეგრე ვზივართო და ორი პაპა ყავდაო ივანიჩი და ზურაბიჩიო. ხო და ერთხელაცო ზურაბიჩმა დაიწყო. შვილო თქვენ არიცითო ივანიჩი რა მაგარი კაცი იყო ფრონტზეო. ეს ივანიჩი ყურებით ხვითა რა რაღაცა სამაზე ყვება. ხო.
იცი ჩვილო თქვენაო რა მაგარი მეომარი იყო ესაო მოსკოვ ვალყა დაარტყესო გერმანელებმაო სტალინმა გამააცხადაო რომ ჩამიყვათ წინახაზე გამიყვანეთო ფრონტზე ხო რომ ჩამოვიდაო სტალინის სანგარში რომ მიიყვანესო შვილო ივანიჩი რომ დაინახაო პირკატა ეცა სტალინსო შენ თუ აქ იყავ რაღაცე მოვდიოდი მე რა გავიდოდიოდა ხოდა ეს ივანიჩი გაიბადრა გაიგეშენა ულაში გაისწორა რომ ეხლა თანამ ბალღებს უყურებს ეს ბალღებისთვის უკვე რემბოა ივანიჩი რა ძალიან მაგარი კაცია მივიდაო სტალინი ხელი ჩამორთო რა შურებითო როგორ ახარო გენაცვალეო ხო ყველაფერი რიგზია აქაო ივანიჩმა უთხრაო რომ ამ ხანაგო სტალინი ყველაფერი ხუთიანზე მიდისო შენ მიგეშინიაო ხო მე მივხედა მაგ ყველაფერსო რა ყველაფერი ვაკონტროლებო ეგენი ჩემ ფეხებს აიღებენ მოსკოვსო სანამ მე ვარ აქაო შენ მაგისა მიგეშინიაო და ამ დროს ეს ივანიჩი უკვე კაცი გახარგაზრდაო და ისეთი ბედნიერია რა აიწია ჰაერში ჰაერში აიწია კაცო ეს ბალღებისთვის უკვე საოცარი კაცია უკვე და წადიო შენა უკრემლში დაბრუნდიო ბესარიონოვიჩო და ნუ გეშინიაო რა აქ ყველაფერი მე მივხედამო კარგიო მაშინო სტალინმა თქვაო რომ წავალო მე გენაცვალეო და შენ მიმიხედი აქ აურობასო ეს ხო უკვე ღმერთია ეს ბალღები ყვა ჩამოვარდნილები უყურებენ რა რო ივანიჩი რა მაგარი კაცი ყოფილა ჩვენ არ ვიცოდით სტალინმა მთელი ალყა ანდო რაღაცეები და კულმინაცია არის უკვე ეს კაცი ვსიო რა ძალიან მაგარია და გადადგაო სტალინმაო ერთი ხუთი ნაბიჯიო და მოტრიალდაო ხო ივანიჩო ბიჭო დამავიწყდაო რაღაცა უნდა მეკითხაო გისმენთ ამ ხანაგო სტალინი დედა შენ ისევ აბოზობსო ბანარს ხაისები ჩამავდო კვარტირები და ჯერ გვაი აიყვანა იქიდან წაკრა წიხლი და გადმოაგდო პირდაპირ ანუ ეს ერთმანეთს ეკიშპებია ხო იცი ორი კაცო და თან ახლა ესენი ხო სულ ერთმანეთს აჭამდა ამას გაუკვირდა რომ აკებდა და კიდე არის ერთი ესეთი კოლორიტი ადამიანი კაკლიას ბიჭი ხო ეგ ჩემი საყვარელი კაცი ჩემი საყვარელი კაცი აი კაკლია ბიჭი სადაური რომელიც კარდენახელი ხო და ეს კაკლია ბიჭი იყო მეწაღე კაცი იყო ხო და რაღაცა პატარა დარბაზივით ქონდა და შეგირდები ყავდა რომ თუ ვინმე უნიჭო უსაქმური იყო და ავარა გავარდნილი ამაი მიაბარებდნენ ხოლმე ეს კომუნისტები რომ ეგ საქმე მაინც ესწავლა რა ერთხელაც ხაზის რადიოები რო იყო ჩვენ ბავშვობაში მე მოვესწარი მაგას ეს ერთი არხი გადიოდა სახელმწიფო არხი ხაზის რადიო და ამ ხაზის რადიოში გაუშვეს კამერული მუსიკა რაღაც კამერულმა ორკესტრმა დაუკრა რაღაც ნაწარმოები და რომ მორჩა დიქტორმა გამოაცხადა რომ ძალიან გთხოვთო მოგვახსენოთ თქვენი აზრიო ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ჩვენ ასეთი საორკესტრო ნაწარმოები გაუშვითო და მოგწერეთ თქვენი აზრიო რატო ხაც ახლა კაკლია ბიჭმა ჩათვალა რომ ამი აზრი ძალიან აინტერესებდა თავი ვალდებულად იგრძნო რომ მისწეროს გაიგე შეხარო სულ იმას აფიქრობენ კაკლია ბიჭ რა ეს ამოვნება აი მოესო კალან ფურცელი და არც მე მეწონაო წერს არც ჩემ შეგირდებს არ მეეწონაო და მეტი დამაჯერებლობისთვის რომ იქნება მარტო ჩემი აზრი არ გაითვალისწინოდო როგორც გავიგე არც დალა ქამბროსაი არ მოიწონებიაო დალა ქამბროსაი იქვე 10 მეტრაშიც პატარა ისა აქვს რა საპარიკმახე ჩართო ხო ჩართო მეტი დამაჯერებლობისთვის ამბროსაც გარია მარაკაში ხო და თუ შეიძლებაო ამოიღეთ კამერული მუსიკაო და დასხეთ კახური მრავალჟამიერიო მეორე დილ მოიდა კაკები ამ შენ ამბროსასა და კაკლიებიც და ბორკილები და ამბროსას თურმე პირობითია ეს ამბროსა რატო ჯაგოდი ორი წელი იგრე მაიხადა ვერ გაიგო კამერული მუსიკა რა იყო ბოლომდე ვერ გაიგო კაცი ეს კიდე კარგად დაფიქრებული გაიგო მაგარი კაცი კაკლიები დაიჭირეს ნუ ის დააჭირეს და ამბროსო ვაფშე შუაში არის ერთიც ბოლოში კარგი იყო ყველაფერი ძალიან მოყვე ერთი ანეკდოტი კიდე ხო აბა გებზე ხდება კაცო ამბავი რომ რაღაცა შტორმები რაღაცეები დაემთხვა და
ვეღარ გამოდიან, კარგ ახნით ჩარჩა გემი რა ოკეანეში. ხო და ერთი ახალგაზრდა ყმაწვილ კაცი მეზღვაურია და კაპიტანთან მივიდა და უთხრა რომ ბატონო კაპიტანო მეო ხალი ეხლა იგრე მინდა 12 აღარ შაბძია რა. ანეგა ის პრობლემა უნდა მამიგვაროო. ხო. ან არა და აექვე უნდა გადავხდე ოკეანე უნდა მივცე თავიო გენაცო მე მეტი აღარ შამეძლიანო როდემდე სადამდეო. ნუ გეშინიაო კაპიტანმა უთხრა აქ ყველა ეგრე ვარ თუ გენაცვალეო. როგორ გონია შენ ეხლა რა გამოსავალი არ იქნება აქ მოძებნილი უკეო. ჩადი მერვე კაიუტაშიო. იქო პატარა ნახრეტია რაღაცაო და იმით ისარგებლებო რა. და ყველაფერი რიგზე იქნება. ჩავიდა მერვე კაიუტაში. რიგი იწყება პირველი კაიუტიდან. რიგი დგა. პირველი კაიუტიდან უკვე რიგი დგა მეზღვაურებისა. ნუ მიხვდა რომ ამ საქმეზეა სულ ყველა მისული რა. ჩადგა რიგში ბოლო ვინ არის იკითხა ჩადგა რიგში. აჰა. ჩადგა რიგში მოუწია რიგმა აბა ისარგებლა დაიმი რა ქვია ზემოთ ხსენებული ხვრელით მომსახურებით კედლის მომსახურებით ისარგებლა და აი ძალიან მაგარი შეგრძნება რა ხო ძალიან მაგარი შეგრძნება უბედნიერესია წამოვიდა მივიდა ისა კაპიტანთან და ძალიან დიდი მადლობაო ბატონო კაპიტანო დავისვენეო შენ გენაცვალეო რა გაიხარეო და ძალიან მაგარი იყო ყველაფერიო და ხვალეც რომ მოიდეო შეიძლებაო კაპიტანმა შეხედა ხვალე რა დღეაო ხუთშაბათიო არა გენაცვალეო ხვალე კედლის იქიდან შენ უნდა იდგო რიგი უცა იგი კოუწუინდა კარგი ესე გიგი არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ გენაცვალე გაიხარე ჩემი საყვარელი მიმართულება კახური იუმორი ახლა ბევრნაირი იუმორი არსებობს საქართველოში, რა თქმა უნდა, იუმორის ქვეყანა ვართ. მაგრამ კახური ჩემთვის მაინც ახლოა და იმიტომ რომ წარმოშობითაც, იქ მაგატარებული ბავშვობა და ასე შემდეგ. ძალიან მე მინდა წარმატებები გისურვო, მინდა ყველაფერში წარმატებები გისურვო. ერთი кейფზეც, ერთი კაი ცხარი, სადაც დაიკლება. ჩვენც აგერ ბენთან ერთად წამოვართ. მე დავკლავ კაცო, მე დავკლავ წამო. თქვენ ჩამოდით მე ვიკისე. წარმატებებს გისურვებთ, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, გიგი გილგაშვილი იყო შეგებაში. მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით რა თქმა უნდა ერთ კვირაში ახლა გავიქცეთ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს ტრამპი რო ბიზნეს შველას თხოვს აი ესე ყელი როა გამოწელილი ეგ ფოტო მაქვს დასამონტაჟებელი უნდა ჩავსვა ახლა საინფორმაციო გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.